შეხვედრის პირველი არბიტრი გახლავთ არსენ ონიკაშვილი, მეორე ბექალეს ჯავა და მესამე ბორის გლუშჩუკი და გაისმა არსენ ონიკაშვილის საშტვენის ხმაც თბილისელებმა დაიწყეს დღევანდელი შეხვედრა. და ჩვენც უნდა ველოდოთ რა თქმა უნდა ბრძოლას ორივე გუნდის მხრიდან. და კი ბატონო, გაიხსნა ანგარიში და ჩვენც უნდა ველოდოთ რა თქმა უნდა ბრძოლას ორივე გუნდის მხრიდან. და კი ბატონო, გაიხსნა ანგარიში და ჩვენც უნდა ველოდოთ რა თქმა უნდა ბრძოლას ორივე გუნდის მხრიდან. და კი ბატონო, გაიხსნა ანგარიში კი გამოკვეთილი ბომბარდირი ყავს ნიკოლოს ქარელი და აქამდე გეგა კოშაძის გასროლა, ისევ საბა ეგრისელაშვილის გადაცემა, კი გამოკვეთილი ბომბარდირი ყავს ნიკოლოს ქარელი და აქამდე გეგა კოშაძის გასროლა, ისევ საბა ეგრისელაშვილის გადაცემა, კი გამოკვეთილი ბომბარდირი ყავს ნიკოლოს ქარელი და აქამდე გეგა კოშაძის გასროლა, ისევ საბა ეგრისელაშვილის გადაცემა. აქ შეცდომა ნიკოლოს ქარელის, საბა ეგრისელაშვილის დარტყმა და ორსაგოლი აქ შეცდომა ნიკოლოს ქარელის, საბა ეგრისელაშვილის დარტყმა და ორსაგოლი აქ შეცდომა ნიკოლოს ქარელის, საბა ეგრისელაშვილის დარტყმა და ორსაგოლი განმავლობაში ვიხილეთ თანაბარი დაძაბული სანახაობრივი შეხვედრა. აქ კი ჯიქიას დარტყმა და ანგარიში ხდება 4 თვის განმავლობაში ვიხილეთ თანაბარი დაძაბული სანახაობრივი შეხვედრა. აქ კი ჯიქიას დარტყმა და ანგარიში ხდება 4 თვის განმავლობაში ვიხილეთ თანაბარი დაძაბული სანახაობრივი შეხვედრა. აქ კი ჯიქიას დარტყმა და ანგარიში ხდება 4 თვის გადაცემა კოტრიკაძის მიმართულებით, კოტრიკაძის გამოზომილი დარტყმა პასი იორამაშვილს გადაცემა კოტრიკაძის მიმართულებით, კოტრიკაძის გამოზომილი დარტყმა პასი იორამაშვილს გადაცემა კოტრიკაძის მიმართულებით, კოტრიკაძის გამოზომილი დარტყმა პასი იორამაშვილს ურს და აბა ნახოთ კონჩეტებაზე იქნებ რამე გამოუვიდეს გორს დარტყმა ნიკოლოს ქარელის ეთით გავიდნენ სულთანიშვილი ქარელი აი აქ არის კარგი მომენტი ქარელის დარტყმა და კი ბატონო ანგარიში ეთით გავიდნენ სულთანიშვილი ქარელი აი აქ არის კარგი მომენტი ქარელის დარტყმა და კი ბატონო ანგარიში ადუაშვილის ეს გადაცემა არაზუსტიან ჩიქია და თოდუას ადუაშვილის ეს გადაცემა არაზუსტიან ჩიქია და თოდუას ადუაშვილის ეს გადაცემა არაზუსტიან ჩიქია და თოდუას ტო იყო ამ შემთხვევაში ქარელი ვეღარ მოახერხა მეტოქის მოტყუება კოშაძის დარტყმაც ჩაითვალა ეს გოლი. ახლა კი ნახოთ ეს მომენტი და კი ბატონო არ გავიდა იქ ბურთი, მაგრამ გადის ახლა ვერ გაიტანა არ ჩაითვალა ეს გოლი. ახლა კი ნახოთ ეს მომენტი და კი ბატონო არ გავიდა იქ ბურთი, მაგრამ გადის ახლა ვერ გაიტანა არ ჩაუთვალა შვილი უკან გადაცემა სართანიას მიმართულებით სულთანიშვილი კიდევ ერთი შეცდომა ჯიქია ნახოთ თუ გახდება ანგარიში 8-1 შვილი უკან გადაცემა სართანიას მიმართულებით სულთანიშვილი კიდევ ერთი შეცდომა ჯიქია ნახოთ თუ გახდება ანგარიში 8-1 ისევ დარჩა მაგრამ სარიელაშვილი საბოლოოდ განმუხტა ეს ვითარება რევაზაშვილზე გაკეთებული გადაცემა და კი ბატონო ისევ დარჩა მაგრამ სარიელაშვილი საბოლოოდ განმუხტა ეს ვითარება რევაზაშვილზე გაკეთებული გადაცემა და კი ბატონო ისევ დარჩა მაგრამ სარიელაშვილი საბოლოოდ განმუხტა ეს ვითარება რევაზაშვილზე გაკეთებული გადაცემა და კი ბატონო ბულობა ის თანაბარდობა ანგარიშის მხრივ ნახოთ ეს მომენტი ქარელი კიდევ იქნებ შეძლონ გორელმა გოლის ბულობა ის თანაბარდობა ანგარიშის მხრივ ნახოთ ეს მომენტი ქარელი კიდევ იქნებ შეძლონ გორელმა გოლის ბულობა ის თანაბარდობა ანგარიშის მხრივ ნახოთ ეს მომენტი ქარელი კიდევ იქნებ შეძლონ გორელმა გოლის გოლი იმიტომ რომ ზედმეტად კარგ პოზიციაში იყო დასარტყმელად რევაზაშვილი თუმცა აჯობა ამ შემთხვევაში მეკარემ წამოვიდა კონჩე გოლი იმიტომ რომ ზედმეტად კარგ პოზიციაში იყო დასარტყმელად რევაზაშვილი თუმცა აჯობა ამ შემთხვევაში მეკარემ წამოვიდა კონჩეს შესრულება შემდეგ მას მოყვება მალხას შამილაძის 13 შესრულება. შემდეგ მას მოყვება მალხას შამილაძის 13 შესრულება. შემდეგ მას მოყვება მალხას შამილაძის 13